აპრილის 14-ის გამით 1912 წელს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანე 7 იყო. საიყო ნათელი, ტალღები თითქმის არ იყო და იმ დროის ყველაზე დიდ და ერთ-ერთ ყველაზე დიდ რუს სამგზავრო გემი შეუფერხებლად მიიწევდა წინ. ეს იყო არმეს ტიტანიკი. გზავრები როცა ჭამდნენ, ისვენებდნენ და საუბრობდნენ, არავინ იცოდა რომ მათ გზაზე დიდი აისბერგები ელოდათ. მხოლოდ 4 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ტიტანიკი საუთჰემპტონიდან, ინგლისიდან გავიდა. ეს იყო გემის პირველი მოგზაურობა და მისი დანიშნულება იყო ნიუ-იორკი, შეერთებულ შტატებში. ტიტანიკი ეკუთვნოდა და იმართებოდა White Star Line-ის მიერ, რომელიც ბრიტანული საზღვაო კომპანიაა. ამ მოგზაურობაში ასევე იმყოფებოდა J. Bruce Ismay, კომპანიის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც გემს მართავდა. ტიტანიკის სიგრძე დაახლოებით 269 მეტრია. მისი წონა აღემატებოდა 46,000 გროს ტონას და მას ჰქონდა 9 გემბანი მგზავრებისთვის, ეკიპაჟისთვის, მანქანებისთვის და სხვა აღჭურვილობისთვის. იმ დროს იგი ითვლებოდა ყველაზე დიდ ადამიანთა მიერ შექმნილ მოძრავ ობიექტად. ტიტანიკი მხოლოდ ზომით არ ამაყობდა. მას ჰქონდა ელექტროგანათება, ლიფტები, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, თურქული აბანო, დიდი სასადილო ოთახი და მდიდრული ოთახები. მდიდარი მგზავრებისთვის გემი გავდა ძვირადღირებულ სასტუმროს, რომელიც ზღვაში დაცურავდა, მაგრამ ყველა მგზავრის ცხოვრება ერთნაირი არ იყო. მგზავრები იყოფოდნენ პირველ კლასზე, მეორე კლასზე და მესამე კლასზე. პირველ კლასში იმყოფებოდნენ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანები, მათ შორის იყო ჯონ ჯეიკობ ასტორ ოფხეა. დიდარი ამერიკელი ბიზნესმენი, მასთან ახლდა მისი ქაიმ ახალგაზრდა მეუღლე, მედელინ ასტორი, რომელიც იმ დროს ორსული იყო. იქ იყო ბენჯამინ გუგენჰაიმიც, რომელიც ბიზნესით ცნობილი მდიდარი ოჯახიდან იყო, მათთან ერთად პირველ კლასში იყვნენ სხვა ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მდიდარი ოჯახების წევრები. მეორე კლასში კი იყვნენ მასწავლებლები, მღვდლები, ბიზნესმენები და სხვა პროფესიონალები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი გემზე ისეთი მდიდრული არ იყო, როგორც პირველი კლასი, მაინც უკეთესი იყო, ვიდრე იმ დროის ბევრი გემის ჩვეულებრივი განთავსება. მესამე კლასში იმყოფებოდა 700-ზე მეტი მგზავრი. მათი უმეტესობა ირლანდიიდან ჩამოსული ემიგრანტები იყვნენ, სკანდინავია, ლიბანი, ხორვატია და ევროპის სხვა ნაწილები და ახლო აღმოსავლეთით. ბევრმა მათგანმა გაყიდა თავისი ნივთები და თავისი დანაზოგის დიდი ნაწილი დახარჯა ბილეთის საყიდლად. ისინი მიემგზავრებოდნენ შეერთებულ შტატებში, რათა ეძებნათ სამუშაო და დაეწყოთ ახალი ცხოვრება. სულ ტიტანიკზე 2200-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდნენ. მგზავრებს შორის პირველ კლასში 300-ზე მეტი იყო, მეორე კლასში 200-ზე მეტი, ხოლო მესამე კლასში 700-ზე მეტი. მათი სოციალური მდგომარეობა განსხვავებული იყო, მაგრამ ყველა ერთნაირად ენდობოდა გემს, რომელშიც იმყოფებოდნენ. ტიტანიკი დიდი იყო და მას 16 წყალგაუმტარი განყოფილება ჰქონდა. ეს ნაწილები სპეციალურად იყო დაპროექტებული, დიზაინი შექმნილი იყო იმისთვის, რომ წყლის გავრცელება შეეჩერებინა გემის რომელიმე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში. მისი ზომისა და თანამედროვე დიზაინის გამო გავრცელდა რწმენა, რომ ტიტანიკი ძალიან უსაფრთხო იყო. ზოგი გაზეთი მას თითქმის ჩაძირვის უუნაროდაც კი აღწერდა. ამიტომ 14 აპრილს მგზავრების უმეტესობას არ ჰქონდა შიშის მიზეზი. გემი სწრაფად და გამართულად მოძრაობდა. მისი სიჩქარე დაახლოებით 21 კვანძი იყო, ანუ თითქმის 39 კმ/სთ. ეს თითქმის ტიტანიკის ნორმალურ მაქსიმალურ სიჩქარეს უახლოვდებოდა ამ მოგზაურობისთვის. მაგრამ მაშინ, როცა გემის შიგნით ხალხი მშვიდად იყო, ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა გაფრთხილებები ყინულის შესახებ. დაახლოებით დილის 9 საათზე კაპიტან ედვარდ სმითმა მიიღო ტიტანიკის კაპიტან მიიღო შეტყობინება გემ კარონიადან. იგი აფრთხილებდა აისბერგებისა და დიდი ყინულის მასების შესახებ ჩრდილოეთ ატლანტიკაში. დაახლოებით დღის 1 საათსა და 42 წუთზე კიდევ ერთ შეტყობინება მოვიდა გემ ბალტიკიდან. მათ თქვეს, რომ დაინახეს ბევრი აისბერგი და მჭიდრო ყინული მარშრუტის მახლობლად, რომლითაც უნდა გაევლოთ. კაპიტან სმითმა წაიკითხა გაფრთხილება. მან ეს ასევე აჩვენა J. Bruce Ismay-ს, სანამ საბოლოოდ გემის რუკების ოთახში მოათავსებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტიტანიკის უსადენო ოთახში შევიდა შეტყობინება გემ ამერიკადან. მან ასევე შენიშნა 2 დიდი აისბერგი ატლანტიკის იმ ნაწილში, რომელსაც ტიტანიკი უახლოვდებოდა. მაგრამ ეს შეტყობინება აღარ გადაეცა ხიდზე მყოფ ოფიცრებს. ხიდი არის ადგილი, სადაც იმყოფებიან კაპიტანი და ოფიცრები, რომლებიც გემის მიმართულებასა და სიჩქარეს აკონტროლებენ. ამიტომ თუ მნიშვნელოვანი გაფრთხილება იქ არ მივიდა, შესაძლოა ეს მათ გადაწყვეტილებაში არ იყოს გათვალისწინებული. საღამოს დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე ტიტანიკმა კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ წინ 3 დიდი აისბერგი იყო და როცა საღამოს 9 საათი და 40 წუთი იყო, მოვიდა ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება გემესაბადან. მისი შეტყობინება ნათელი იყო. ტიტანიკის მიმართულებით ზღვაში ბევრი დიდი აისბერგი და სქელი ყინული იყო.
მაგრამ ეს გაფრთხილებაც არ მიუღიათ არც კაპიტან სმითს და არც სხვა ოფიცერს ხიდზე. იმ დროს უკაბელო კავშირის ოპერატორები ჯეკ ფილიპსი და ჰაროლდ ბრაიდი დაკავებულები იყვნენ. მათ ბევრი მგზავრის პირადი შეტყობინება უნდა გადაეგზავნათ კეი ფრეიში, საკომუნიკაციო სადგურში ნიუფაუნდლენდში, კანადაში. უკაბელო კავშირის ოპერატორობა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გემის რიგითი თანამშრომლის მთავარი მოვალეობა. ისინი მუშაობდნენ მარკონის კომპანიაში და მათი სამუშაოს დიდი ნაწილი გზავრების ფასიანი შეტყობინებების გაგზავნას მოიცავდა. ამიტომ სამუშაო სიჭარბის გამო მესაბას გაფრთხილება გვერდზე გადადეს. თითქმის უკვე მიახლოებული იყო ტიტანიკი ყინულით სავსე ადგილთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ იცოდა საფრთხის შესახებ. ოფიცრებს დაავალეს ზღვის ყურადღებით დაკვირვება, თუმცა ტიტანიკი მაინც სწრაფად მიდიოდა, რადგან ცა მოწმენდილი იყო და ზღვა მშვიდი. იმ დროის ოფიცრებისთვის აისბერგის დანახვა უკეთეს ამინდში უფრო ადვილი იყო, მაგრამ ზედმეტად მშვიდი ზღვა დამალულ საფრთხეს შეიცავდა. როცა ტალღებია, ისინი აისბერგის ძირს ეჯახებიან და თეთრ ბუშტებს ქმნიან. ეს ბუშტები ეხმარება აისბერგის დანახვაში, თუნდაც ბნელში, მაგრამ იმ ღამეს თითქმის არ იყო ტალღები. არც მთვარე იყო, რომ ზღვისთვის სინათლე მიეცა. ამიტომ მიუხედავად მოწმენდილი ცისა, შორიდან ბნელ ფორმას დანახვა რთული იყო. ტიტანიკი სწრაფად აგრძელებდა სვას, ხოლო გემის შიგნით ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მდიდარი მგზავრები ვახშმობდნენ. ოჯახები ისვენებდნენ და გემის ყველაზე მაღალ ნაწილში ორი მეთვალყურე განაგრძობდა ბნელ ზღვაზე ყურებას. მათ ჯერ კიდევ არ დაუნახავთ აისბერგი, მაგრამ ტიტანიკი უკვე უახლოვდება მას სიჩქარით, რომელიც 21 კვანძს აჭარბებს. იმ დროს ჩვეულებრივ დიდი გემები არ ანელებდნენ სვას მაშინვე, როცა აისბერგის არსებობის შესახებ იტყობინებოდნენ. ზოგი ოფიცერი ფიქრობდა, რომ სწრაფად მოძრავი გემისთვის აისბერგის არიდება უფრო ადვილი იყო, რადგან მისი მანევრირება უფრო იოლი იყო. მაგრამ იმ ღამეს ეს რწმენა ძალიან სახიფათო აღმოჩნდება. ტიტანიკის კაპიტანი იყო კაპიტანი ედვარდ სმითი. ის უკვე 62 წლის იყო და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კაპიტანი იყო White Star Line-ში. მოლოდინი იყო, რომ ეს მისი ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობა იქნებოდა პენსიაზე გასვლამდე. დაახლოებით 9-20 წუთზე საღამოს კაპიტანმა სმითმა დასვენება დაიწყო. მან ხიდზე დატოვა პირველი ოფიცერი უილიამ მერდოკი, ოფიცერი, რომელიც დროებით მართავდა გემის მიმართულებასა და სვას. მაშინ, როცა ოფიცრები აკვირდებოდნენ ბნელ ზღვას, ტიტანიკის შიგნით ცხოვრება კვლავ მშვიდი და ბედნიერი იყო. პირველი კლასის სასადილოში ვახშამი უკვე დასრულებული იყო. რამდენიმე მდიდარი მგზავრი ლაუნჯში გადავიდა. მისაღებ ოთახში და მოსაწევ ოთახში რომ ესაუბრათ ერთმანეთს. ამ დროს უკრავდა ბენდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა Wallace Hartley, 33 წლის მევიოლინე ინგლისიდან. ისინი ასრულებდნენ ვალსებს, რეკტაიმს და იმ დროის სხვა პოპულარულ მუსიკებს. მესამე კლასში მგზავრებს საკუთარი გართობა ჰქონდათ. ზოგი ცეკვავდა, მღეროდა და აკორდეონზე უკრავდა. მათგან ბევრი აღფრთოვანებული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ მალე დაიწყებდნენ ახალ ცხოვრებას შეერთებულ შტატებში. მაგრამ როცა ამის 11 საათი და 30 წუთი გახდა, ნელ-ნელა გემი ჩაჩუმდა. ბევრი მგზავრი უკვე თავის კაბინაში იძინებდა. გარეთ ძალიან ბნელია და ძალიან ცივა. დეგზე ტემპერატურა დაახლოებით -2 გრადუსს ცელსიუსს აღწევს, მთვარე არ არის, თითქმის ქარიც არ უბერავს და არც ტალღები ეხება აისბერგებს. კროუს ნესტში, რომელიც გემის წინა ნაწილში მდებარე მაღალი სადარაჯო კოშკია, ფრეიდერიკ ფლიტი და რეგინალდ ლი არიან განლაგებულნი. ისინი არიან ორი მეთვალყურე, რომლებსაც დაევალათ წინ არსებული ნებისმიერი საფრთხის აღმოჩენა. მათ არ ჰქონდათ ბინოკლები, რადგან მისი გასაგები დარჩა იქ, სადაც ინახებოდა, სანამ ტიტანიკი საუთჰემპტონიდან გავიდოდა. თუმცა არც ისაა ცნობილი, ბინოკლები დაეხმარებოდა თუ არა შეჯახების თავიდან აცილებაში. ბრნელ ღამეში ჩვეულებრივ მეთვალყურეები ჯერ თავიან თვალებს იყენებენ, რათა უფრო ფართო დაინახონ ყველაფერი. ღამის დაახლოებით 11 საათი და 40 წუთისთვის ფრედერიკ ფლიტმა შენიშნა მუქი ფორმა გემის წინ. ეს იყო აისბერგი. მან სამჯერ დარეკა განგაშის ზარი. ეს ნიშნავდა, რომ საფრთხე პირდაპირ წინ იყო. მან მაშინვე დაურეკა ხიდს და უთხრა აისბერგი პირდაპირ წინ. პირველმა ოფიცერმა მერდოკმა სწრაფად იმოქმედა. მან უბრძანა ტიტანიკის მარცხნივ მოხვევა და ძრავების სვრის შეცვლა. გემი მოხვევას იწყებდა, მაგრამ აისბერგი უკვე ძალიან ახლოს იყო. ტიტანიკის წინა ნაწილი აისბერგს ასწდა, მაგრამ გემის მარჯვენა მხარე წყალქვეშ აისბერგს გაეხახუნა. შეჯახება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მგზავრების უმეტესობამ ძლიერად ვერ იგრძნოეს. ეს უფრო იატაკის მსუბუქი რხევის მსგავსი იყო. ზოგიერთი საერთოდ არ დაღვიძებულა, ზოგმა დაინახა, როგორც ჩამოცვიდა პატარა ტენულის ნამსხვრევები გემბანზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ გემის ქვემოთ ყველაფერი ბევრად უარესად იყო. აისბერგმა არ გააკეთა გემზე გრძელი ღია ჭრილი. ამის ნაცვლად მან რამდენიმე ფოლადის ფირფიტა გადახარა და მათი შეერთების ადგილები გახსნა. ამის გამო წყალი სწრაფად შეიჭრა გემის სხვადასხვა განყოფილებაში. ტიტანიკს ჰქონდა
16 წყალგაუმტარი განყოფილება. მას შეეძლო ზედაპირზე დარჩენა, თუკი წინა მხარეს მაქსიმუმ 4 განყოფილება დაიტბორებოდა. მაგრამ შეჯახების შედეგად წყალი შევიდა მინიმუმ 5 განყოფილებაში. როცა გემის წინა ნაწილი უფრო მძიმე ხდებოდა, წყალი ერთი განყოფილებიდან მეორეში გადადიოდა. წყალგაუმტარი კედლები საკმარისად მაღალი არ იყო, რომ ეს შეეჩერებინა. კაპიტანი სმითი მაშინვე დაბრუნდა ხიდზე. მასთან ერთად იყო თომას ენდრიუსი. 39 წლის საზღვაო არქიტექტორი, რომელმაც ტიტანიკის დიზაინში მიიღო მონაწილეობა. მათ პირადად შეამოწმეს დაზიანება. ენდრიუს გემის კონსტრუქცია ზუსტად ახსოვდა. როცა დაინახა, რამდენი განყოფილება იტბორებოდა, მაშინვე მიხვდა რა მოხდებოდა. ტიტანიკის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. ენდრიუსმა აუხსნა კაპიტან სმითს, რომ გემი წყალში მხოლოდ დაახლოებით საათნახევრიდან 2 საათამდე გაძლებდა. ამის გამო კაპიტანმა სმითმა უბრძანა სამაშველო ნავების მომზადება და მგზავრების გაღვიძება. აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემა გაჩნდა. ტიტანიკს მხოლოდ 20 სამაშველო ნავი ჰქონდა. მაგრამ ამ ნავებში მხოლოდ დაახლოებით 1178 ადამიანს შეეძლო მოთავსება. მაშინ როცა გემზე 2200-ზე მეტი ადამიანი იყო. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ყველა სამაშველო ნავი გაივსოს, მაინც 1000-ზე მეტი ადამიანი დარჩებოდა გემზე. ტიტანიკი არ არღვევდა კანონს. სინამდვილეში მას უფრო მეტი სამაშველო ნავი ჰქონდა, ვიდრე იმ დროის ბრიტანული უსაფრთხოების წესები ითხოვდა. პრობლემა ის იყო, ეს წესები 1894 წელს შეიქმნა. როდესაც უმეტესობა გემებისა უფრო პატარა იყო, ეს წესები არ განახლდა ისეთი უზარმაზარი გემებისთვის, როგორიც ტიტანიკია. იმ დროს ასევე ფიქრობდნენ, რომ სამაშველო ნავი მხოლოდ იმისთვის იქნებოდა საჭირო, რომ მგზავრები ახლომდებარე სამაშველო გემზე გადაეყვანათ. კანონმდებლები არ ელოდნენ, რომ ერთ დიდ გემზე მყოფი ყველა ადამიანის ერთდროულად ევაკუაცია შუა ოკეანეში იქნებოდა საჭირო. ტიტანიკმა საგანგებო სიგნალი გაგზავნა. ერთ-ერთი, ვინც ეს სიგნალი მიიღო, იყო RMS Carpathia, სამგზავრო გემი, რომელიც დაახლოებით 58 მილის მანძილზე იმყოფებოდა. კარპათია მაშინვე შეცვალა კურსი და მაქსიმალური სიჩქარით გაემართა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი სისწრაფით მიდიოდა, რამდენიმე საათი კიდევ დასჭირდებოდა, სანამ ტიტანიკამდე მიაღწევდა. ტიტანიკს მხოლოდ დაახლოებით 2 საათი ჰქონდა დარჩენილი, სანამ საბოლოოდ ჩაიძირებოდა. მაშველი ნავების ჩაშვება დაიწყო, მაგრამ პროცესი არეუდარეული იყო. ბევრი მგზავრი თავიდანვე არ იჯერებდა, რომ გემი ჩაიძირებოდა. ისინი არ სურდათ დაეტოვებინათ თბილი და გალათებული ტიტანიკი, რათა პატარა ნავში გადამსვლარიყვნენ ბნელ და გაპინულ ზღვაში. ოფიცრებიც სხვადასხვანაირად ხსნიდნენ, რამდენი ადამიანის უსაფრთხოდ გადაყვანა შეიძლებოდა თითოეულ მაშველ ნავში. ამიტომ დაახლოებით ღამის 12:45-ზე მაშველ ნავი ნომერი 7 ჩაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ სავსე არ იყო. მასში დაახლოებით 65 ადამიანი ეტეოდა, მაგრამ მხოლოდ 28 ადამიანი იჯდა მასში. სანამ პირველი მაშველ ნავი შორდებოდა გემს, უამრავი მგზავრი მაინც დარჩა გემბანს. მათგან უმეტესობას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რომ ტიტანიკის ბოლო საათები უკვე დაწყებული იყო. მაშველ ნავების ჩაშვებისას ბევრი მგზავრი მაინც არ იჯერებდა, რომ ტიტანიკი მართლა ჩაიძირებოდა. გემი ჯერ კიდევ განათებული იყო, ორკესტრი უკრავდა და იატაკი თითქმის ჰორიზონტალურად რჩებოდა მათ ფეხქვეშ. მათთვის უფრო საშიში იყო პატარა მაშველ ნავში ჩაჯდომა, რომელიც თითქმის 20 მეტრით უნდა ჩაეშვათ ბნელ და გაპინულ ზღვაში. ამიტომ ზოგიერთი მგზავრი უარს ამბობდა ნავში ჩაჯდომაზე. სხვები კი თავიანთ კაბინებში ბრუნდებოდნენ. მესამე კლასში მყოფ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული ჰქონდათ. ისინი გემის სხვა ნაწილში იყვნენ, მათი ოთახები შორს იყო ნავის გემბანიდან, სადაც მარშველი ნავები იყო განთავსებული. მათ უნდა გაევლოთ ბევრი კიბე და ერთმანეთთან დაკავშირებული დერეფნები. მათგან ბევრს ხომალდი კარგად არ იცნობდა. ასევე იყვნენ ისეთებიც, ვინც ინგლისური ენა კარგად არ ესმოდა. გემის სხვადასხვა ნაწილებს შორის ბარიერები იყო დამონტაჟებული, დღემდე დაობენ, იღოთუები იყო თუ არა კარიბჭეები, განზრახ დაუყოვნებლივ არ გახსნილი, თუ ეს უბრალოდ დაბნეულობისა და მიმართულების ნაკლებობის შედეგი იყო. მაგრამ შედეგი ნათელია. დაახლოებით 62 პირველი კლასის მგზავრი გადარჩა. მეორე კლასში ეს მაჩვენებელი 51%, მაგრამ მესამე კლასში მხოლოდ 25%-ია. ეკიპაჟიდან კი 24%-ზე ნაკლები გადარჩა. ერთ-ერთი ვინც სამაშველო ნავში აღმოჩნდა იყო ჯეი ბრიუს ისმეი, White Star Line-ის მმართველი დირექტორი. ის დასაკეთ სამაშველო ნავ C-ში ჩაჯდა, სანამ ნავს ჩამოსვამდნენ. რადგან ის იყო კომპანიის ერთ-ერთი უმაღლეს თანამდებობის პირი, რომელიც ტიტანიკის მფლობელი იყო, მასზე დიდი კრიტიკა წამოვიდა ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ ბრიტანული გამოძიების მიხედვით ისმეიმ ჯერ სხვა მგზავრების ჩასმას შეუწყო ხელი. ნავში მხოლოდ მაშინ ჩაჯდა, როცა ის უკვე უნდა ჩამოსულიყო და მის გვერდით აღარავინ ელოდებოდა. თუმცა კითხვა მაინც დარჩა. სწორია თუ არა, რომ კომპანიის მაღალი თანამდებობის პირი გადარჩა, მაშინ როცა 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დროს ვოლას ჰარკლის ბენდი კვლავ უკრავდა სამაშველო ნავების გემბანს. მათ ეს გააკეთეს იმისთვის, რომ შეემცირებინათ შიში და არეულობა
მგზავრების ევაკუაციისას. მათ დაუკრეს პოპულარული ვალსები და რელიგიური ჰიმნები, როცა გემის წინა ნაწილი თანდათან იძირებოდა. არსებობს ცნობილი ამბავი, რომ მათი ბოლო შესრულებული სიმღერა იყო „ღმერთო ჩემო შენთან ახლოს“. მაგრამ გადარჩენილებს სხვადასხვა მოგონებები აებები აქვთ, ამიტომ ზუსტად არავინ იცის ეს იყო თუ არა მათი ბოლო სიმღერა. დაცნათელია ისინი უკრავდნენ მანამ სანამ შეეძლოთ. ბენდის უაწევრიდან არც ერთი არ გადარჩა. შიშის მიუხედავად ზოგიერთი მგზავრი ოჯახს აყენებდა პირველ ადგილზე. ჯონ ჯეიკობ ასტორმა თავისი ორსული ცოლი მედელინი სამაშველო ნავ ნომერ 4-თან წაიყვანა. მან სთხოვა, რომ მასთან ერთად დარჩენილიყო, რადგან მისი ცოლი ორსული იყო. მაგრამ მას არ მისცეს ნება, რადგან მაშინ ქალებსა და ბავშვებს აძლევდნენ უპირატესობას. ასტორმა არ იჩხუბა და ნება მისცა ნავისთვის წასულიყო. მედელინი გადარჩა. ჯონ ჯეიკობ ასტორი კი დაიღუპა, როცა ტიტანიკი ჩაიძირა. ბენჯამინ გუგენჰაიმი კი ქალების ნავში ჩასვლაში ეხმარებოდა. როცა მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო, მან და მისმა ასისტენტმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვეს. როგორც ერთ-ერთი სტიუარდი ყვება, გუგენჰაიმმა თქვა, რომ ისინი მზად იყვნენ, როგორც ჯენტლმენები, ისე დაღუპულიყვნენ. ისიც ვერ გადარჩა. როცა ევაკუაცია გრძელდებოდა, ვერ გაჩერდა უსადენო ოპერატორი დახმარების თხოვნაში. ჯეკ ფილიპსი და ჰაროლდ ბრაიდი განაგრძობდნენ საგანგებო სიგნალების გაგზავნას, მიუხედავად იმისა, რომ წყალი უკვე შედიოდა და ელექტროენერგია სუსტებოდა. ფილიპსი თითქმის ბოლო წამამდე დარჩა უსადენო აპარატთან. ის ვერ გადარჩა. ბრაიდი კი გადაბრუნებულ დასაკეთს ნავზე მოხვდა და გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. დაახლოებით ღამის 2 საათზე ტიტანიკის წინა ნაწილი უკვე ჩაძირული იყო. როდესაც ნავის ცხვირი უფრო და უფრო იძირებოდა, გემი უკანა ნაწილი მაღლა იწეოდა. ხალხი დაიწყო სრიალი გემბანზე. ისინი ეჭიდებოდნენ მოაჯირებს, თოკებს და ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწდებოდათ. გემის შიგნით მაგიდები, საწოლები, ძრავები და სხვა მძიმე ნივთები მოსწყდა ადგილებს. ეს ყველაფერი ჩაძირული წინა ნაწილისკენ დაეშვა, თუმცა განათება ისევ მუშაობდა. ტიტანიკის ქვედა ნაწილში ინჟინრები და ელექტრიკოსები დარჩნენ. ისინი განაგრძობდნენ გენერატორების მუშაობას, ბუმბოებს და განათებას, რათა ზემოთ ევაკუაციას დახმარებოდნენ. ტიტანიკის არც ერთი მთავარი ინჟინერი არ გადარჩენილა. დაახლოებით ღამის 2:18-ზე განათება საბოლოოდ ჩაქრა. რადგან წინა ნაწილი უკვე ჩაძირული იყო, ხოლო უკანა ნაწილი მაღლა იდგა. ტიტანიკის კორპუსმა ვეღარ გაუძლო ძლიერ წონასა და წნევას. გემი 2 დიდ ნაწილად გათყდა. პირველად გემის ცხვირი ჩაიძირა. ის ჩაეფლო ჩრდილოეთ ატლანტიკის სიღრმეში, რომლის სიღრმე 3800 მეტრზე მეტია. მოკლე ხნით ზევით დარჩა ტიტანიკის კიჩო, ანუ უკანა ნაწილი. შემდეგ ისიც ჩაძირვას დაიწყო 15 აპრილს გამთენის 2:20 საათზე. 1912 წელს ტიტანიკი საბოლოოდ გაქრა ზღვის ზედაპირიდან. დაახლოებით 2 საათი და 40 წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც ის აისბერგს შეეჯახა. მეტი ვიდრე 1000 ადამიანი დარჩა გაყინულ წყალში. ზღვის ტემპერატურა დაახლოებით -2 გრადუს ცელსიუსში ადგენდა. ასეთ სიცივეში სხეული სწრაფად სუსტდება. სულ რამდენიმე წუთში ადამიანს უკვე უჭირს მოძრაობა და სუნთქვა, ბევრმა გონება დაკარგა, სანამ დახმარება მოვიდოდა. რამდენიმე სამაშველო ნავში ჯერ კიდევ იყო თავისუფალი ადგილი, მაგრამ უმეტესობა მაშინვე არ დაბრუნებულა. ნავში მყოფებს ეშინოდათ, რომ შეიძლება არეულობა ატეხილიყო და მათი ნავი გადაბრუნებულიყო, თუ ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად მიეჭიდებოდა მას. მეხუთე ოფიცერი ჰაროლდ ლოუ იყო ის, ვინც ორგანიზება გაუწია სამაშველო ნავი ნომერი 14-ის დაბრუნებას. მან ჯერ რამდენიმე მგზავრი სხვა სამაშველო ნავში გადაიყვანა, სანამ ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას დაბრუნდებოდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, მხოლოდ 4 ადამიანი ამოიყვანეს ცოცხალი წყლიდან და ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, სანამ სამაშველო გემი მოვიდოდა. სამაშველო ნავებიდან გადარჩენილებმა ისმინეს ზღვაში დარჩენილი ადამიანების კვირილი. ნელ-ნელა ეს კვირილები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. შემდეგ ყველაფერი ჩუმად გახდა. დილის დაახლოებით 4 საათზე მივიდა RMS კარპათია. ეს იყო გემი, რომელმაც ტიტანიკის საგანგებო სიგნალზე დაუყოვნებლივ უპასუხა. კარპათიას ეკიპაჟმა მოამზადა საბნები, ცხელი სასმელები, წამლები და ადგილი დაჭრილებისთვის. გადარჩენილები სამაშველო ნავებიდან სათითაოდ გადაჰყავდათ გემზე. 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ 1500-ზე მეტი დაიღუპა. მათ შორის იყო კაპიტანი ედვარდ სმიტი, ტიტანიკის კაპიტანი, და თომას ენდრიუსი, გემის არქიტექტორი, რომელმაც გემის დიზაინში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ამბავი გავრცელდა, მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდა. არა მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ტიტანიკი თანამედროვე ინჟინერიის სიმბოლოდ ითვლებოდა. მან აჩვენა, რომ რამდენად დიდიც და განვითარებულიც არ უნდა იყოს მანქანა, ის მაინც შეიძლება ჩავარდეს, თუ გადაწყვეტილებები არასწორია და უსაფრთხოების მომზადება არასაკმარისია. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ჩაატარეს დამოუკიდებელი გამოძიებები. მათ შეისწავლეს
ტიტანიკის სიჩქარე და ყინულის გაფრთხილებები, სამაშველო ნავების ნაკლებობა, ოფიცრების ქმედებები და არეულობიანი ევაკუაცია. არავისთვის წაუყენებია ცისხლის სამართლის პრავლდები. მაგრამ შეიცვალა საზღვაო წესები, ტრაგედიის შემდეგ შემუშავდა უფრო მკაცრი საერთაშორისო უსაფრთხოების წესები. გზავრების გემებს უნდა ქონდეთ საკმარისი სამაშველო ნავები და სიცოცხლის გადასარჩენი აღჭურვილობა. გახდა უფრო მნიშვნელოვანი რეგულარული საგანგებო წვრთნები, უწყვეტი რადიოკომუნიკაცია და აისბერგებზე სათანადო მეთვალყურეობა. ასევე დაარსდა საერთაშორისო აისბერგების პატრული, რომელიც აკვირდება აისბერგებს ჩრდილოეთ ატლანტიკაში და აფრთხილებს გემებს, რომლებიც იქ გადიან. ასე რომ აისბერგი ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რის გამოც ტიტანიკი ჩაიძირა. ბევრი პრობლემა ერთდროულად წარმოიშვა, იყო გაფრთხილებები, რომლებიც დროულად არ მიაღწია სამეთაურო ხიდურამდე, გემის სიჩქარე საკმარისად არ შეამციეს. ყველა ადამიანისთვის საკმარის სამაშველო ნავი არ იყო, ზოგი სამაშველო ნავი არასრულად იყო დატვირთული და ბევრი მგზავრი დროულად ვერ გააფრთხილეს, ან ვერ ასწავლეს, სადმე წასულიყვნენ. იმ ღამით მიღებული ყველა გადაწყვეტილება 1912 წელს არ ითვლებოდა არასწორად. მაგრამ ტრაგედია მაჩვენა, რომ ძველი უსაფრთხოების წესები აღარ იყო საკმარისი ასეთი დიდი და თანამედროვე გემისთვის. ეს არის ტიტანიკის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. არ არის საკმარისი ვიფიქროთ, რომ რაღაცა უსაფრთხოა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალია, დიდია ან საუკეთესო ტექნოლოგიით არის შექმნილი. მაინც საჭიროა ყველაზე ცუდისთვის მზადება, რადგან ზოგჯერ ტრაგედიას ერთი დიდი შეცდომა კი არ იწვევს. ბევრი პატარა პრობლემა, რომელიც დროულად არ გვარდება, შეიძლება ერთად შეიკრას და ბოლოს აღარ დარჩეს გზა კატასტროფის შესაჩერებლად. მას შენთვის ვინ არის ყველაზე დიდი პასუხისგებლობის მატარებელი მომხდარზე? კაპიტანი ედვარდ სმითი, იმიტომ რომ მან ტიტანიკის სიჩქარე საკმარისად არ შეამცირა. White Star Line, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის საკმარისი სამაშველო ნავი არ იყო, თუ ძველი უსაფრთხოების წესები, რომლებიც ახიც ახალი გემების ზომასა და სიჩქარეს ვერ აუდიოდნენ, უკვე 100 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პასუხზე დებატები ისევ გრძელდება. ცადია ტიტანიკი მხოლოდ აისბერგმა არ ჩაძია. ტიტანიკთან ერთად ჩაიძირა ადამიანების გადაჭარბებული ნდობაც იმ გემის მიმართ, რომელიც მათი აზრით თითქმის ვერ ჩაიძირებოდა.